ერთია რომ კარგი мама გეხმარება საკუთარი მოწოდების ნახვაში. და ცუდი мама ან დედაც შეიძლება გაიძულებს თავს გახვევს თავისი დაუკმაყოფილებელი სურვილები დაიკმაყოფილო. მაშინ შენ ცხოვრობ სხვების სურვილების დასაკმაყოფილებლად და უბედური ხარ იმ მხრივ რომ წარმოიდგინე შენ გძინავს 8 საათი 16 საათი არის ფხიზელი ცხოვრება, ხო? ცხოვრება. ძირის დროს რა არც იცოდა. 8 საათია სამსახური. თუ ის საქმე არ გიყვარს. ჩაშხამებული ვარ. წარმოიდგინე და რა არის მთავარი რომ მოწოდება რა არის? მოწოდება არ არის რაღაცა. შეიძლება ფსიქოლოგიც დაგეხმაროს. მოწოდება vocation, vox ხმიდან მოდის. vox მოწოდება, გიწოდებს რაღაცა, აი მოდი, წამოდი და აი მაგალითად პეტროსიანი იყო ფილისელი მეზოვე. მე დაждდებოდა და რომ თამაშობდნენ. ჭადრაკს უყურებდა ამას. შეუყვარდა. სოფლიო ჩემპიონი გახდა. და იყო ესე იგი სპარტაკის გულშემატკივარი, ფეხბურთის გუნდი იყო. და მეორე იყო CSKA იყო სამხედრო წარმომადგენელი, ის უფრო მდიდარი კლუბი იყო და შეუჩდნენ ამას რომ გადმოდიო რომ მეც მოგცემ და რა თქმა არ მინდა ვარ. მე ამის გულში მე ერთგული ვარ ამის. არა შეუჩდნენ მაინც ვარზე. მე ბოლოს ცოლს დაუწყეს. ჟარგონი რო გამოვიყენოთ შეკერვა და დაუწყო ამ რა გინდა 10,000 გვაძლევთ ხელფას მე ცალკე მექნება შენ ცალკე გიქნება 10 ოთახიან ბინას დასვენება სადაც გინდა რა გინდა ამ სპარტაკში მოჭადრაკე სოფლიო ჩემპიონთან კარგი ერთი პირობით კი რა ხვალ შენზე უკეთესი ქალი თუ გამოჩნდა და ყარაცომა ფარხვალი კარგი რაღაცა იმის შემდეგ ხმა არ გამეცია იუნგიც ხო მაგას ამბობდა და მიიჩნევდა რომ ყველაზე დიდი ტვირთიო რაც შეიძლება აკიდოს მშობელმა თავის შვილს საკუთარი უცხოვრებელი ცხოვრებით ცხოვრება არის და რატო გვემართება მშობლებს ეგ არაც სწორი ცხოვრების სტილი ცხოვრობს რატო ემართება პრეზიდენტებს ეპშტეინის კლუბში რატო მიდიან რა აკლია მილიონერები არიან წარმოიდგინე ბილ გეიტს ისე გაუჭირდა რომ ის იმას წერს რომ ვენერული სნეულებისგან რაღაც სამალი მითხარი რომელია ცოტა ხნის წინ ერთ-ერთი მეილი გავრცელდა ვინ ერთ-ერთ როტშილდს ну ისიც იმის ჩაშ დამომავლია და დიდი ფულის პატრონი მილიარდერი ეპშტეინისგან მიწერილი რომ კარგი გასართობი მოგიგონე თუ გინდა რაღაც თანხა ეწერა ლენინის მუმიასთან გაათენებ ღამესო არ მუზიკ მავზოლეუმში ანუ ყველაფერი დაიკმაყოფილა და ვეღარ ხვდება რით შეიძლება სიამოვნება მიიღოს მე ეგრე ამ ხარი ნახე ბერძენი კულტურით უფრო მეტი იყო ხო ევროპული კულტურა ვიზე რაზე დგას ბერძნულზე რომაულზე და შუა საუკუნეების ქრისტიანობა და მერე განმანათლებლობა იქიდან მოდის ხო ძირითადი ფონზები ბერძნები არასდროს არ ამბობდნენ რომ სიმდიდრე უნდა მოიხვეჭო ბერძნები ამბობდნენ რომ ვინც ბედნიერი ვინ არის ვინც ჭრեց თავისუფალი მოქალაქე ვინ არის ვინ ჭრեց სათნოებებს ბიზნესმენს დიდარკაც ამის დრო არ აქვს დაკავებულია ამიტომ ვერ ჭრեց მაგრამ ის არ იყო რა ქვია დაფასებული ამიტომ იმას და აქვს ესეთი მითი მეფე მიდასის შესახებ. ოქროთ ავაქცევდა ყველაფერს ასე. არ გინდა რომ კითხე, რატო არ ვენა ბატონო რეზო, ასე მივადე ყველა რესტორანში წავალ. არ ჭირდება ფული, ბარათი არ ჭირდება, არაფერი არ ჭირდება. დაადე პანწაი. მაგრამ მოკვდა. იმდროს საჭმელი გადაიქცა ქვაც, ოქროთ, ცოლი გაშეშთა. ანუ აქ რამზეა რომ დიდი ფული გაკარგინებს სასიცოცხლო ენერგიას. თუ არ არის სიყვარული, ანეკდოტიც იყო ახალ რუზზე, რომ ცოლს მოაქ, ყავა. ესე უნება ჯერ შენ დალი, ჩემო საყვარელო. ესე მოწამულია, რა ვიცი. ამერიკაში ვიყავი, ეგ მომიყოს ერთი შერიფი ყოფილი. მესამე ცოლი რო დაასაფლავა, გაუკვირდათ. პენსიაში იყო ეს კაცი. ამოთხარეს რა. ნახეს რომ ყველაზე შერიფი იყო, იცოდა როგორ იყო. აი აქ პატარა წერტილში უყრიდა იმას და კლავდა ეს. არაფერი ადგილი, არაფერი რისთვის
დასავლურად ჩაეგდო ხელში. ფული აგიჟებს ადამიანს. რა თქმა უნდა. თუნდაც თანაც მიდასის მაგალითი რაც ხედავ ეხლა იქ სპარსეთის ყურის გარშემო რო იყო ქვეყნა ვერ დაემართა. წარმოიდგინე, დაინგრა. ერთ წამში ჩამოიშალა ყველაფერი. წარმოიდგინე. რა მყიფე ყოფილა ის მდიდრული ეკონომიკა და თვალმარგალიტი. ხო, არაფერი არ ჭირს, პატარა ბიზგი ჭირდება და ჩამოიშლა. ამიტომ თუ შენ ბავშვს ასწავლი შრომას, მიზანდასახულობას, თული ვითარებებიდან გამოსვლას, ის ყოველთვის დაფიქრდება სად იშოვოს, იმდენი ფული რო ეყოს თავისი განვითარებისთვის. ანუ ჯობია რომ ფული შოვნის უნარი ასწავლო, ვიდრე ფული მიცე. ფულის მიცემა აზარ მაცებს. დათურ სამსახურს უწევს ნამდვილად.